თქვენს წინაშე არის პატარა ანიმაცია მეგობრებო, რომელიც გავაკეთე და გეტყვით თუ რა სირთულეებს წავაწყდი და რა შეცდომები დავუშვი. არაფერი განსაკუთრებული. თავიდან მინდოდა რომ აი SAS animation ქვია ესეც სტილს, რომ ეგ გამეკეთებინ. ანუ ესე იწყება რაღაცა, მერე გადმოდის რუკაზე, მერე უცებ ბრახ, იცვლება და ასე შემდეგ. სამუშაო სივრცე გამოიყურება დაახლოებით ასე და პირველი რა რჩევასაც მოგცემთ, რაც დამემართა ის არის, რომ თურმე After Effects ჭირდება ძლიერი კომპიუტერი. გვინდა არა ესე არის. იმიტომ რომ აი ნახეთ, ეს ანიმაცია ხო გავაკეთე ძალიან მარტივი. ნუ რუკაც გაკაჩა და დაახლოებით აი აქეთ რო გადმოვიდა და უკვე 3D ანიმაციაზე რო გადავედი, ეს დოლარის ფრიალი კი არა და ევროს ფრიალი და ასე შემდეგ. აქ უკვე იმდენჯერ აომიგდო After-მა, რომ როგორ ბრძანდებიო და შეცვალე რაღაც ვიდეო კარტა და ასე შემდეგ, ეგეთ დებილობები მიუხედავად იმისა, რომ აი მე-4-ზე მქონდა მონიშნული, ანუ ხარისხი ეხლაც ეთყობა რომ საშინელება არის, ანუ playback ხარისხი გულისხმობა. პირველი რაც ჩემი შეცდომიდან და ჩემი მაგალითიდან უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ After Effects ჭირდება სამწუხარო ძლიერი კომპიუტერი, როდესაც ბევრ რაღაცას ერთად ვაკეთებთ. მეორე მეგობრებო, რაც უნდა გაითვალისწინოთ ის არის, რომ აი მარცხნივ შეხედეთ რა ხდება, სრული ქაოსი არის. ნუ თავიდან ალბათ ძალიან ბევრ ვიდეოში ვთქვი, რომ დავორგანიზოთ კაცო და ჩავყაროთ ფაილებში და ასე შემდეგ. იმისთვის რომ არ ავირიოთ თქო. და როგორც ხედავთ, მე თვითონ არ ვუსმენ ჩემ თავს და ბოლოს ძალიან დავიკარგე, იმიტომ რომ აქ რამდენიმე კამერა გამოვიყენე. 3D ანიმაციის დროს რავი მაგარი არის ხოლმე კამერას რო იყენებთ რა. აი რაღაც ესეთი ანიმაცია საკაიფოდ ჩანს. ბოლოს დავიკარგე უკვე, ანუ რომელი კამერა რომელ ანიმაციაზე იყო, რომელი null project-ი რომელ კამერასთან იყო დაკავშირებული და ასე შემდეგ. ყოველთვის, როცა დიდ პროექტს გააკეთებთ, ისწავლეთ, არ დავუშვათ ჩემნაირი შეცდომები და ყოველთვის დააორგანიზეთ, ანუ თქვენი სახელები დააწერეთ, მაგალითად, რავი, null-ს ყველაფერს შეგიძლიათ დააწეროთ თქვენი სახელი. აქ ფოლდერები გააკეთოთ, საუნდი სად იქნება, კომპოზიშენი სად იქნება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ბოლოსკენ უკვე აი მე-6 წამზე სადღაც 6 წამი ხო არაფერი არ არის ზოგადად ცხოვრებაში, მაგრამ After Effects-ში ძალიან ბევრი არის 6 წამი. მე-6 წამზე უკვე აღარ ვიცოდი სად ვიყავი და რა სად უნდა გამეკეთებინა. ძალიან დავიკარგე. ეცადეთ რომ ორგანიზებულად მიყვეთ, იმიტომ რომ აუცილებლად დაგჭირდებათ უკან დაბრუნება ხოლმე, რაღაცების შეცვლა და ძალიან მარტივად მოძებნით და ძალიან მარტივად შეცვლით. მესამე რჩევა იქნება, რომ როდესაც რაღაცა სრულ პროექტს აკეთებთ, მეგობრებო, აუცილებლად ერთ ანიმაციას ან ორ ანიმაციას რო გააკეთებთ, აუცილებლად შეისვენეთ. უბრალოდ ადექით კომპიუტერიდან გადით, გამოდით, გაიარეთ, რა ვიცი. რაც გისწორდებათ, ის გააკეთეთ. იმიტომ რომ გიჟვით მივადექი მე, რავი, კვირა დღეს. მთელი დღე ვეჩალიჩებოდი თითქმის. და ბოლოს უკვე რა ვიცი, აღარ ვიცოდი ვაფშე რას ვაკეთებდი და სად ვიყავი და რა მინდოდა ამ ცხოვრებაში. აუცილებლად ძალიან ბანალურად ჟღერს ეს რჩევა, მაგრამ აი პრაქტიკაში ძალიან საჭიროა რომ რაღაც პატარას რო გააკეთებთ, ადიქით, გაიარ გამოიარეთ, ყავალ ჩაარტყით, რავი, ნებისმიერი რამე გააკეთეთ მოკლედ. და მეოთხე რჩევასაც მოგცემთ, რომელიც არატექნიკური არის, ისევე როგორც წინა. ნუ უფრო დამწყებებს ეხებათ ეს რჩევა. როდესაც რაღაც ანიმაციას ნახოთ ინტერნეტში და მოგინდებათ რომ ეგ ანიმაცია გააკეთოთ, დიდი ალბათობით თავიდან ისეთი არ იქნება, როგორც თქვენ გვინდათ. მაგალითად, მე სულ სხვა რაღაც გვქონდა გეგმაში ვაფშე საერთოდ სხვანაირი ანიმაცია მინდოდა რომ გამეკეთებინა. ნუ ძალიან დიდი ხანი ვეწვალე, მაგრამ ასე თუ ისე გამოვიდა. მაგრამ აი ეს მომენტი, საიდანაც გადავიღე იდეა, რომელი ვიდეოდანაც საერთოდ სხვანაირი იყო. იმიტომ რომ იმ ადამიანს უკვე Photoshop-ის ლეიერები ქონდა, ასე ვთქვათ. ანუ თავისი ხელით გაკეთებული და ბევრად მაგარი იყო. აი ამას რასაც ხედავთ, მე უბრალოდ საიტიდან ამოვჭერი, დავასკრინშოტე და პირდაპირ ჩავყარე, მერე დავჭერი მასკინგი გავუკეთე. შესაბამისად, ეს არის ალბათ ამ რჩევებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თავიდან შეიძლება ისეთი ანიმაცია არ გამოვიდეს, როგორც არის გაკეთებული 10 წლიანი და 15 წლიანი სტაჟის მქონე ანიმატორების მიერ და After Effects სპეციალისტების მიერ, ხელი არ ჩაიქნიოთ, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ სხვა კუთხით შეხედეთ. მაგალითად, მე ესე შევხედე, რომ ნუ საღო ძალიან ცუდი ანიმაცია არის სამწუხაროდ, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ ვარ, აშკარად. იმიტომ რომ სანამ ამ ანიმაციას გავაკეთებდი, ბევრი რაღაც არ ვიცოდი, პრაქტიკაში არ მქონდა ბევრი რაღაც. მაგალითად, კამერის და null object-ის ურთიერთობაში არ მაქვს იმხელა გამოცდილება, იმიტომ რომ, რა ვიცი, მარტივად ვთქვათ, არ დამჭირვებია მსგავსი ანიმაციის გაკეთება. შესაბამისად, ერთი ნაბიჯით წავედი და ვისწავლე. და ეხლა უკვე ვიცი როგორ ხდება იდეის დონეზე. და შემდეგ ვიდეოშიც აი მაგაზე ვისაუბრებ და გადამეორება პრაქტიკა და ასე შემდეგ. ნაბიჯ ნელ-ნელა მხოლოდ წინ. ეს არის რავი 4 უაზრო რჩევა